მიირთმევენ თუ არა მფრინავები ერთი და იგივე საკვებს. მოგესალმებით, დღეს მორიგ კითხვაზე გავცემ პასუხს. ამ კითხვის ირგვლივ ბევრი მითი არსებობს, ამიტომ დავიწყოთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბორტის კვება შეიძლება საკმაოდ საეჭვო იყოს. თუნდაც 5 ვარსკვლავიან ავიაკომპანიით მიფრინავთ და შეიძლება კვების მიღების შემდეგ მოწამლულ ხართ კიდევაც და გამოგიცდიათ მუცლის ჭვლები, თავის ტკივილი და ღებინება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ იგივე დაემართოს თქვენ მფრინავს და ამ დროს თვითმფრინავით შორს მიფრინავთ დასასვენებლად. იმის გარდა, რომ მფრინავის ყურადღება იქნება ბევრად დაბალი, თუ მას ღებინების და მუცლის ტკივილის გამო ყოველ 10 წუთში კაბინის დატოვება მოუწევს, ეს გახდება უკვე უსაფრთხოების და დაცვის პრობლემა. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ იგივე დაემართა მეორე მფრინავსაც, იმის შემდეგ რაც იგივე საკვები მიირთვა. ეს იქნება უკვე მფრინავების შრომის უუნარობა. საკვებით მოწამვლის გამო. საბედნიეროდ ასეთი რამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება. 1982-ში ბოსტონიდან ლისაბონში ფრენის დროს პუდინგის დესერტმა მოწამლა 10 ეკიპაჟის წევრი. მათ შორის ხუმალდის მეთაური, მეორე მფრინავი, ინჟინერი და ბორტგამცილებლები და თვითმფრინავს მოუწია უკან უსაფრთხოდ ბოსტონში დაბრუნება. ასეთი შემთხვევები ძირითადად 80-90-იანებში ხდებოდა, როდესაც კვების ხარისხი ასეთი მაღალი როგორც დღეს არ იყო. მაგრამ არც FAA-ს, არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ გამოუქვეყნებიათ კანონი, რომელშიც ეწერებოდა, რომ მფრინავებს არ შეუძლიათ ერთი და იგივე საკვების მირთმევა. მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრ ავიაკომპანიას თავად აქვს თავისი მოთხოვნები, სადაც ეს მოთხოვნაც გაწერილია. ასე რომ, როდესაც ბორტგამცილებელი შემოვა და შემოგთავაზებს სხვადასხვა საკვებს, იყავით თავაზიანი, კითხეთ თქვენს კოლეგას რას მიირთმევს, თქვენც აირჩიეთ განსხვავებული და იფრინეთ უსაფრთხოდ. ასე რომ, დღევანდელ კითხვაზე პასუხი ასეთია. კი, მფრინავებმა უნდა მიირთვან განსხვავებული კვება და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებში არ არის გაწერილი, შეიძლება თქვენ ავიაკომპანიას ასეთი მოთხოვნა ჰქონდეს. დღეისათვის სულ ეს იყო, გისურვებთ ჯანმრთელობას და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.